ცოტა დრო რჩება, სანამ საქართველო ყველაზე ფერად საბავშვო დღესასწაულს ევროვიზიას უმასპინძლებს. მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი თბილისზე ვიდეო რგოლებს იღებს. ვიდეოებს, რომლითაც ევროპას დედაქალაქის საინტერესო და ღირსშესანიშნავ ადგილებს გააცნობს. საბავშვო ევროვიზიისთვის, რომელიც ტარდება საქართველოში, ვიღებთ პოსტკარდებს. ამ ეტაპზე ვართ გუდიაშვილის სკვერში, თუმცა გვაქვს სხვადასხვა ლოკაციები, ეროვნული სასახლესაც გადავიღეთ ბალერინები, აბანათუბანი მორაგბეები. ვცდილობთ, რომ ევროპულ აუდიტორიას შევთავაზოთ თბილისი კიდევ ერთხელ როგორც საინტერესო ქალაქი, საინტერესო ბავშვებით. და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ლამაზად ვაჩვენოთ. ვიდეოებს, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ევროვიზიის დღეს გავა თითოეული მუსიკალური ნომრის წინ და იმედია, რომ მოეწონებათ ევროპელ მაყურებელსაც ჩვენი ლამაზი ქალაქი არაჩვეულებრივი ბავშვებით თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. 18 განსხვავებული ლოკაცია და კონცეფცია. ამ ვიდეო რგოლების მთავარი გმირები არიან ბავშვები, რომლებიც ცეკვით, მუსიკით და თამაშით თბილისს სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ. ერთ-ერთი ვიდეოს მონაწილეები სწორედ ეს მოსიარულე დრამერები არიან. ჩვენ ვართ მოსიარულე დრამერები, ძალიან გვიხარია, რომ ევროვიზიის გადაღებებში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან სახალისო პროცესი იყო, ეს არის ერთგვარი პრეზენტაცია იმისი, თუ როგორი ახალგაზრდები ყავს საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ მეც მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში და მინდა ვუსურვო საქართველოს ძალიან დიდი წარმატება და ანიტას რა თქმა უნდა. გუდიაშვილის სკვერი, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი. ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, სადაც გადაღებები თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან მიხარია გადასაღებ მოედანზე ყოფნა. მიხარია, რომ ევროპელი ბავშვები ნახავენ ამ ვიდეოს და ნახავენ, როგორი ლამაზია თბილისი. ყოველ წელს ვუყურებ ევროვიზიას, წელსაც აუცილებლად ვუყურებ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს და ანიტას. ძალიან მომეწონა ეს გადაღება. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ საბოლოო შედეგს. ძალიან მინდა, რომ მთლიანმა ევროპამ გაიცნოს ჩვენი ქალაქი და ნახოს თუ როგორი ლამაზია ის. ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ანიტას ევროვიზიაზე. ყოველ წელს ვუყურებ ევროვიზიას და ძალიან გამიხარდა, რომ ვიდეო რგოლში მონაწილეების მიღება შემოთავაზეს და ანიტას და საქართველოს გულშემატკივრობ. საბოლოო შედეგს მაყურებელი 13 დეკემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილავს. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ ჩვენს პატარა მონაწილეს ანიტა აბგარიანს და ერთად გუგულშემატკივროთ საქართველოს.